ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი მთელი აი ამ თქვათ შეხვედრიდან იყო ის თუ როგორ განიცდის ქართული ოცნება იზოლაციას, რომ ელჩთან შეხვედრაზე ასეთი ზარზეიმი გამართეს, ანუ ეს უნდა იყოს სიგნალი საქართველოს მოსახლეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა პროტესტზე არიან, რომ ქართულ ოცნებას ძალიან აწუხებს ის საერთაშორისო იზოლაცია, რაშიც მოქცეულია და იმდენად აწუხებს, რომ აი იმ ტიპის შეხვედრას და იმ სხეულის ენას, რითიც ის შეხვედრა დასრულდა, მზად არის, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც ფეიერვერკები მოაწყოს და ურთიერთობის გადატვირთვად გამოაცხადოს. ანუ ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ესე იგი, ეს მათთვის პრობლემაა, რადგან მზად არიან, რომ აი ესეთი თქვათ ყალბი დღესასწაული მოაწყონ ელჩთან შეხვედრაზეც კი. ასე რომ ეს უნდა მივიღოთ ნიშნად და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და შევეცადოთ, რომ ქართული ოცნების რეჟიმის იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეხლა მშვენიერი თქვათ პროცესია დაწყებული, გაგრძელებული პრინციპში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სადაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დაბრუნდა რიში. ამ მეგობარი აქც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, ჩვენ ვნახეთ, რომ მას მხარს უჭერს როგორც ტრამპის გარემოცვა, ისე დემოკრატიული პარტია შაჰინის განცხადებაც ვნახეთ, რომ ეს ის არა. ამას გარდა სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ასევე ნაბიჯებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან და მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ ისე ესხმიან თავს დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ელჩს განსაკუთრებით, რომ ეს მანიშნებს, რომ რაღაცას ელიან იქიდან და მეც ესეთი შთაბეჭდილება მრჩება. ასე რომ ესე იგი ეს მუშაობს, ესე იგი ეს აწუხებთ, ესე იგი ამას განიცდიან და ეს უნდა გავაგრძელოთ. ეხლა რაც შეეხება თვითონ რეაქციას, თქვათ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის და საჯარო პირების და სპიკერების მხრიდან ვნახე მე ეს კომენტარები რაც ხდებოდა ამერიკის საელჩოს გვერდზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა უსმინონ, ან როგორც მნიშვნელოვანია, რომ იკითხო გადამოწმებული ლიტერატურა, ზუსტად ასევე მნიშვნელოვანია, რომ უსმინოთ გადამოწმებულ პოლიტიკოსებს. ანუ ეს არის სრულიად აბსურდული მოლოდინი, რომ ელჩი იმისთვისაა მათ შორის არანორმალურ ქვეყანაშიც, რომ იმ არანორმალურ მთავრობას შეხვდეს და ეს არ ნიშნავს ამ მთავრობის ნორმალიზაციას. ანუ მათ შორის გზავნილის მისაცემად ელჩი აუცილებლად შეხვდება ხელისუფლებას და ეს არანაირად არ ნიშნავს ლეგიტიმაციას. ამიტომ არასწორი იყო მოლოდინი და აი ეს რაღაცა რომ ეხლა შეხვედრით რაღაცა მოხდა, ბიზნეს ცდილობს მაგი დააჯეროს ქართული ოცნების ამორჩეველი, რომ აი დავლაგდით, შევრიგდით, ის ცნობილი ვიდეო რო არის, ხო იცით, ანუ დაახლოებით ესე იყვნენ და ამასობაში ამას უდასტურებენ რაღაცა საჯარო პირები, რომლებსაც პოლიტიკურ ანალიზზე აქვს პრეტენზია. არა, ეს შერიგებას არ ნიშნავს. არანაირად. რაც შეეხება მინისტრად მოხსენიებას, აბა რად მოიხსენიებენ ეხლა? რა ლუკაშენკოს რად მოიხსენიებენ, ან იმას რად მოიხსენიებენ, რა ქვია, პუტინს, ხო? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დემოკრატიულია ხელისუფლება, უბრალოდ ესე მოიხსენიებენ და მაშინ უნდა გაწყვიტო დიპლომატიური ურთიერთობა საერთოდ. ხო ხვდებით, ანუ აი მაშინ ეს არის და აქამდე არ არის მისული ჯერ ურთიერთობა და ამიტომ ძალიან სწორად უნდა ისრები, ანუ სწორად უნდა დავამისამართოთ ზოგადად ისრები უნდა გავასწოროთ. საელჩოს ტექსტში წერია ძალიან კონკრეტულად, რომ შეერთებული შტატები ელის სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ურთიერთობების გამოსწორების დასაწყისისთვის. ანუ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თუკი მანამდე რამეს აკეთებდა ამ მიმართულებით რეჟიმი, მათ მიაჩნიათ, რომ არასერიოზული იყო. აი, რადგან იქ დეტალურად არ იყო განმარტებული თუ კონკრეტულად რა გზავნილებით ჩამოვიდა, თუმცა ელჩმა თქვა, რომ ეს განვუმარტეთ ახალი პრეზიდენტის, ანუ ტრამპის და სახელმწიფო მდივნის რუბიოს პრინციპები და პრიორიტეტები. ანუ ელჩმა თქვა, რომ ეს გზავნილები ჩამოვიტანე მე უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. თუ შეგვიძლია ვივარაუდოთ ჩვენი მხრიდან, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გზავნილები და რა არის ის მთავარი მოლოდინები, რაც ჩვენს ერთ დროს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ერთ დროს იმიტომ რომ შეჩერებული არის კარტია, პარტნიორობა და ასე შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოსთან მიმართებაში.
სტრატეგიული ურთიერთობა გაწყვეტილია, ხო? ამას წინათ ტრამპმა იმეორებს ხოლმე ამას ხშირად, თქვა, რომ ბუშის დროს ამერიკამ რუსეთმა საქართველოს წაიღო, ხო? ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მტკივნეული მოსასმენია, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვიბრძვით, არ მიგვაჩნია, რომ რუსეთმა წაგვიღო და გონია, რომ რეჟიმს გამოცვლით, მაგრამ ამერიკის გადმოსახედიდან რომ შეხედო, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აქ მოხდა რეჟიმ ჩეინჯი რეალურად და საქართველოში მოვიდა რეჟიმი, რომლის მმართველობის რამდენიმე წლიანი მმართველობის შედეგადაც გაწყდა სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და რეჟიმმა თავისივე ინიციატივით გაწყვიტა ევროინტეგრაცია. ანუ ეს უკვე ნიშნავს, რომ იმათი ხელიდან სანამ ჩვენ აქ რეჟიმს არ შევცვლით, მანამდე ეს წაღებულია. ეხლა საუბარია იმაზე, ამ პირობებში როგორ შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე ვერ ვისაუბრებ ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად, მაგრამ ის რომ ნორმალიზაცია შესაძლებელია რეჟიმთან, რომელსაც ვთქვათ, თავის ამერიკის ჩამონაცვლებლად რეგიონში ამაზე საჯაროდ აქ ნასაუბრები ჩინეთი მიაჩნია, რომელიც სატირალში დადის ირანში და ჰეზბოლასა და ჰამას შორის დგება და იქიდან თქვათ რაღაცა სამთავრობო პროპაგანდა ამაზე მუშაობს, ძალიან რთული იქნება და ნახავთ ამას შევხედავთ, ხო? ეხლა არ იქნება სწორი, რომ მე ვარაუდები ვაკეთო იმაზე, რას ეტყოდა დანიგანი იმას რა ქვია მარიონეტ ბოჭორიშვილს, ხო? არ იქნება ეს სწორი, მაგრამ თავისთავად რაც ვიცით ტრამპის პოზიციები, ვიცით მაგალითად პანამაზე და გრენლანდიაზე რასაკეთებს, იმიტომ რომ ჩინეთის ინტერესებს ებრძვის იქ, ხო? შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც მსგავსი ტიპის ინტერესები არც აქ არ მოეწონება. ვიცით, რომ ირანთან ხედავთ რა გაცვლა-გამოცვლაც არის, ხო? მესიჯების და ჰუსიტების პოზიციების გზავნილების და ეხლა ესეც არ უნდა იყოს, ეს თავი რომ დავანებოთ, რუსეთს და აქაც ეხლა სრულიად უადგილო იყო კიდე ერთხელ გამოვეხმაურები ისტერიკა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქა ტრამპი რაღაცა პუტინის ინტერესებს ემსახურება და ასე შემდეგ. ტრამპი ემსახურება ამერიკის ინტერესებს. შეიძლება, რომ ამერიკის ინტერესების სამსახურში გამოვიდეს ისე, რომ პუტინმა იხეიროს, კი, შეიძლება ესეთი რაღაც მოხდეს. მაგალითად, როგორც იხეირა პუტინმა ობამას გადატვირთვით, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ობამა იყო პუტინის აგენტი, ან ამერიკა გახდა რუსეთი, ხო? ჩვენ უნდა გვჯეროდეს შეკავების და გაწონასწორების მექანიზმების და რესპუბლიკური სისტემის. ანუ ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახში და მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება, ჩვენ ყველა ქართველს თავში უნდა გვედოს აზრად ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება ვერ გადარჩება ამერიკის გარეშე. როგორც არ უნდა შეიარაღდეს გერმანია, სულ რო კბილებამდე შეიარაღდეს საფრანგეთი და ამ შემდეგ, ჩვენ ხო ის არ გვჭირდება, გიორგი, რომ ვიომოთ და გავიმარჯოთ. რა თქვინდა რომ ვიომოთ, ჩვენ გვინდა რომ მშვიდობა გქონდეს და ისე ვიყოთ გამარჯვებულები, ანუ ისეთი ძლიერები ვიყოთ, რომ ჩვენთან ომი რუსეთს არ მოუნდეს. ანუ ის ხო არ არის, რომ ჩვენ უნდა შევაკლათ თავები და გამარჯვებულები ვიყოთ. არა, არ უნდა შევაკლათ და აი ეს შემაკავებელი ძალა, რაც რუსეთს შეაკავებს იმისგან, რომ ჩვენ ომი არ გქონდეს და უსაფრთხოდ ვიყოთ. აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მასთან სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენთვის არის საცოცხლოდ აუცილებელი და აქედან უნდა ამოვიდეთ და უნდა გავეშვათ ამ სულელურ პარალელებს რუსეთთან. ანუ ტრამპმა როგორიც არ უნდა იყოს ის სრულიად სხვა გზა გაიარა იმისთვის, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო და 4 წელიწადში ის თეთრი სახლიდან გავა. როგორი ესეც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა არ მოგწონდეს მისი პოლიტიკა, ჩვენ ვიცით, რომ ამერიკაში მუშაობს უზენაესი სასამართლო, რომელსაც აქვს უნარი, მათ შორის ტრამპის დანიშნულმა მოსამართლებმა დაბლოკონ პრეზიდენტის ესა თუ ის გადაწყვეტილება, ხო? რესპუბლიკური სისტემა ნაკლოვან ადამიანებზეა გათვლილი ზუსტად და აწონასწორებს და აკავებს სწორედ ნაკლოვან ადამიანებს და ამიტომ აი ეს რაღაცა განსაკუთრებით საჯარო პირებს მინდა მიმართო შეეშვან ამ სულელურ პარალელებს იმასთან, რომ ამერიკა რუსეთი გახდა. ეს არის სისულელე. ამერიკას ყოლია ისეთი პრეზიდენტიც, ასეთი პრეზიდენტიც, გაუტარებია ჩვენთვის სასარგებლო პოლიტიკაც და ჩვენთვის დამაზიანებელი პოლიტიკაც, მაგრამ ალტერნატივა, როდესაც რუსეთია, როდესაც საფრთხე რუსეთია, შენ გჭირდება ალიანსი ისეთ ძლიერ ქვეყანასთან, რომელსაც შემაკავებელი უნარი აქვს და ამას სჭირდება პირველ რიგში რეჟიმის გამოცვლა. თუ
თუმცა ალბათ ესეთი მწვავე რეაქცია მაინც მოსალოდნელი არის ზუსტად იმის გამო, რომ საქართველოს პატარა ქვეყანა, ბევრი პრობლემებით და რისკებით დატვირთული და შეიძლება ბევრს აქვს ეს განცდა, რომ 4 წელი ვერ გავუძლებთ ამას. ანუ არიან სახელმწიფოები, ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპული სახელმწიფოები, სადაც ინსტიტუციონალურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების სისტემების გათვალისწინებით ბევრ რამეს კარგავენ ამერიკის პოზიციების, ან ამერიკის გასვლის შემთხვევაში, ან სუსტად წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში შეგრძნება არის ესეთი, რომ საერთოდ ნიადაგი გვეცლება ფეხიდან. ზუსტად იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რაც თქვენ საუბრობდით, რომ ამერიკა იყო მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ევროპასთან. ეს არის. მაგრამ აი, ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ეს ასე არის, რა შეიძლება იყოს დამატებითი შემავსებელი ფაქტორები, რომელიც ამ ობიექტურ გარემოებას ტრამპის ამ ახალ პოლიტიკიდან გამომდინარე დააზღვევდა მეტნაკლებად. კი ბატონო, პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იზოლაციონიზმი ამერიკულ პოლიტიკაში არ არის ახალი მოვლენა. იზოლაციონისტები სულ არსებობდნენ და პირიქით, ვაშინგტონის ანდერძი არის იზოლაციონისტური. იქამდე სანამ თვითმფრინავი აიგებოდა, ვაშინგტონი ამერიკელებს მოუწოდებდა, რომ თქვენი მილიტარისტულ ევროპაში, სადაც სულ ომებია, არაფერი გესაქმებათ, უნდა იცხოვროთ მშვიდობით, აშენოთ სახელმწიფო, აყვავოთ ეკონომიკა და ეს ამერიკელ ხალხში სუზის, ანუ ის რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ ჩვენი ერი და დავანებოთ სხვა ერებს თავი. ანუ ეს სულ არსებობს, მაგრამ არასოდეს არ სცალდება ხოლმე ამერიკას თავისი იზოლაციონიზმი, თორე 5 ჯერ კი არ ჩავიდოდა ჩერჩილი იმისთვის, რომ ომში ჩაერთო, ხო? არ ვიცით, ჩვენს მაყურებელს ნანახი აქვს ალბათ მოქალაქე კეინი, ხო? ეს მოქალაქე კეინი ზუსტად არის ერთგვარი პროპაგანდისტული ნამუშევარი, საუკეთესო ფილმად აღიარეს, მაგრამ ერთგვარი პროპაგანდისტული ნამუშევარი იზოლაციონიზმზე. იზოლაციონიზმში რო კვდება ის კაცი არის ჰერსტის პროტოტიპი, რომელიც აფინანსებდა ან იზოლაციონისტებს. ანუ სულ არსებობს ეს ხალხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა სადმე გავა. თუმცა ის, რომ ევროპის შეიარაღებას ამერიკა აწუხებდა ის, რომ ძალიან ცოტას ხარჯავს, რობერტ გეიცის, ანუ ბუშის დროინდელი თავდაცვის მინისტრის სიტყვებია, თუ კი მე-20 საუკუნის თავის ტკივილი ევროპის მილიტარიზაცია იყო, 21 საუკუნის თავის ტკივილი ევროპის დემილიტარიზაციაო და ასეთი ეგზოტიკური ფორმებით ტრამპი თუ შეიარაღებს კბილებამდე ეხა გერმანიას და საფრანგეთის ბირთვული ხოლგა გადაეფარება მთელ ევროპას და ევროპა თვითმყოფადად დაცული იქნება და ამერიკას ნაკლები ხარჯი მოუწევს და შემაკავებელი ძალა ისე ექნება, ეს ცუდი საერთოდ არ არის და აქ ამ სიტუაციაში კიდევ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის რეჟიმის გამოცვლა და ევროპასთან დაახლოვება, იმიტომ რომ თუ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა ძლიერდება, რომ თვითმყოფადობა, თვით თავდაცვის უნარიანობა გაიზარდოს და საუბარია მთელ ევროპაზე, ჩვენ ევროპის სამეზობლომართ და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ. ანუ რეჟიმის ცვლილება და თან გარკვეულ დროში ამის მიღწევა ხდება გადაუდებელი ამოცანა. ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ უნდა მოხდეს რეჟიმის ცვლილება იმის გათვალისწინებით, რომ დღეს თითქოს ასე ჩანს ქუჩაში რომ გახვიდე ადამიანმა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები მატულობს, აი დღეს გადაცემის ძირითადი ნაწილი მიუძღვენით მკვლელობებს, კრიმინალს დაგეგმილ თუ დაუგეგმავ შემთხვევით მკვლელობებს და ასე შემდეგ, კორუფციის მასშტაბები მატულობს, სოციალური წნეხი მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილზე კიდევ უფრო მეტად იზრდება, რეზერვები ილევა მათ შორის ჩვენი ეროვნული ვალუტის შესანარჩუნებლად და ასე შემდეგ და ეს როდის ამოარტყავს კიდევ უფრო მძიმედ ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ აი ამ მომენტისთვის რეჟიმი თითქოს დისკომფორტს არ განიცდის, აგრძელებს ფუნქციონირებას, მაგრამ არის ნაწილი საზოგადოების, რომელიც დაუღალავად აგრძელებს პროტესტს, თუმცა ამ პროტესტის პარალელურად არსებობს პრეტენზიები, მათ შორის პოლიტიკურ მდგენელთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის გარშემო, აი მაგიდის გარშემო, სადაც თქვენ მარჯვნივ სიხართხულმე რომ ვაკვირდებით ხშირად. სულ შემთხვევით მოხდა ეს და აბსოლუტურად უნდა შემდეგ ჯერზე ვიღაცას ადგილი, რომ ეს არ ჩათვლონ რაღაც. ეს სხვა შორის ქმნის რაღაც გარკვეულ შთაბეჭდილებას, რომ განსაკუთრებული სიახლოვე გაკავშირებთ მეხუთე პრეზიდენტთან ან ფედერალისტებს. სიახლოვე არ გვაკავშირებს, გარდა იმისა, რომ როგორ უყურებთ ამ ფორმატს ზოგადად და მათ შორის ზურაბიშვილის კრიტიკა დღეს ისმოდა სხვა პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის არ მუშაობს გაერთიანებისთვის, არამედ მუშაობს ძლიერი კოორდინაციისათვის და აი ესეც განხილვის და კრიტიკის საფუძველი გაჩნდა. თქვენ როგორ უყურებთ
დანიშნულებას ამ ფორმატის იმ რეჟიმის ცვლილების ამოცანის გათვალისწინებით, რაც საუბრობთ. კი ბატონო, ანუ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ძალიან ჯიუტი პროტესტი მიდის, ეს პროტესტი შეიძლება არ არის განსაკუთრებულად მასშტაბური, მაგრამ გარწმუნებთ, რომ როგორც თქვათ, იქამდე არ ვიცოდით უცებ ქართველი ხალხი რო იხულებდა და გარეთ გამოდიოდა ხოლმე, ზუსტად ესე არ ვიცით, ახლაც როდის მოხდება როდის შეიქმნება ის მომენტუმი, როდესაც იმდენივე ხალხი დადგება გარეთ, მაგრამ თავისთავად ის, რომ პროტესტი ესეთი თანმიმდევრულია და ასე თანმიმდევრულად და ჯიუტად გრძელდება, ეს თავისთავად არის მომხიბვლელი და ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრობა იმისთვის, რომ უმცირესობამ თავისი ხმა გაიტანოს. ეს მე განსაკუთრებულად კარგად ვიცი, რომ ერთ ადგილას რო დგეხარ და აკაკუნებ 100 დღის განმავლობაში და ერთი და იგივე, აი რუტინულად არ გეზარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩონჩხი იმისთვის, რომ ბევრი ხალხი რო იხულებს, რაღაც სერიოზული დახვდეს გარეთ, რომელიც უკვე შედეგიანად დაასრულებს და ცვლილებების შედეგით დაასრულებს ამ ყველაფერს. ეს არის ერთი კომპონენტი, ანუ პროტესტი, რომელიც რეალურად თვალსაჩინოს ხდის იმ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია, არის დასავლეთის მდგენელი, რომ ანუ დავინახეთ ჩვენ ხო, როგორ განიცდიან იზოლაციას, თქვი გადაცემის დასაწყისში, რომ ინტერვიუს დასაწყისში, რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრა, რაღაც ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს ლამის, ხო? აქედან ყველაფერი ჩანს. ანუ ესეც მეტნაკლებად თანმიმდევრულად მიდის, ხო? ეხლა კონგრესშიც რა პროცესიც დაიწყო, ესეც ოცნებისთვის ერთგვარად ძირის გამთხრელი პროცესია იმ სტატუს კო ლოიალისტების თვალში, რომელსაც იმედი აქვს, რომ დაალაგებს ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან, ხო? ესეთი ხალხი არსებობს, რომელიც უკმაყოფილოა 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით და სიტუაციის შემოტრიალებას უყურებს და ეს ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარწმუნდეს იმაში, რომ ვერ აგვარებს ვერც ქუჩაში კრიზისს, ვერც დასავლეთთან კრიზისს და შემოტრიალდეს და დაინახოს ალტერნატივა. უკვე ალტერნატივა, რომელსაც ანუ ერთი მხრივ, ანუ სამი საყრდენი სჭირდება ცვლილებების პროცესს. პროტესტი მიდის, დასავლეთისგან იზოლაცია მასია, რა ქვია, შეიძლება ჩვენ მეტი გვინდა, მაგრამ ფაქტია, რომ თანმიმდევრულად განვითარების ფაზაშია. ეს განვითარების ფაზაშია, ბალტიისპირეთის სანქციების წამოკვეცი, ამას აკლია პოლიტიკური მდგენელი. ოღონდ ეს პოლიტიკური მდგენელი ასეთ სიდან ვერ მოფრინდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში არის ლიდერშიპის კრიზისი და ვინმეს რო შეძლებოდა ლიდერშიპის აღება, აქამდე ანუ 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე, როდესაც რეალურად რაღაც სასოწარკვეთა ტრიალებდა პროტესტის ნაცვლად თბილისის ქუჩებში, აიღებდა ხო ხელში ამ ლიდერშიპს. ანუ ჩვენ გვაქვს უცნაური სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური სპექტრი აღმოჩნდა პროტესტის მიღმა საერთოდ ერთ-ერთ მონაწილედ და არა ამის ლიდერად და ამის განპირობებელი არის ის ლიდერშიპის კრიზისი, რომელიც თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ეხლა როგორ შეიძლება შენ რომ ამ ლიდერშიპის ვაკუუმი ამოავსო, ხო ლიდერების თავს მოხვევით, ამას ხო ვერ გააკეთებ. ანუ საჭიროა რომ პროცესი ამოაყირაო და შენ თვითონ ჩადგე, ანუ პოლიტიკური სპექტრი ჩადგე პროტესტის ამოცანების სამსახურში. ანუ რომელიღაცა ლიდერის გარშემო კი არ გაერთიანდე, ერთიან პარტიად კი არ შედგე, ან რაღაცა ერთიან სიებზე კი არ იჩხუბო. პროტესტს რაც აინტერესებს, იმ ამოცანებს მოემსახურო. ანუ პირველ რიგში ეს არის ახალი არჩევნების მიღწევა და ის ხალხი ქუჩაში რო დგას და გვეკითხება რა პირობებით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ამაზე ვიმუშაოთ. ამას გარდა დასავლეთთან კოორდინაცია და დასავლეთსაც სჭირდება გარკვეულწილად შეთანხმებული გზავნილები აქედან. ნებისმიერი დაგიდასტურებთ იმას, რომ ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსი დაგიდასტურებთ იმას, რომ შეწუხებულები არიან ამ სხვადასხვა პარტიების იქ სირბილით და აი ამ ხრივ სადაც თანხდებით აქ რო კოორდინაცია მოხდეს მესიჯების. იგივე გამოგვივიდა უკვე ძალიან კარგი თანამშრომლობა, როდესაც ბალტიისპირეთმა დაასანქცირა პოლიციელები, მოსამართლეები, გამომძიებლები. ამით რა გავაკეთეთ ბიზნესმენებით? პროტესტი დავიცავით, ხო, პროტესტის მონაწილეები დავიცავით. იმიტომ რომ ჩვენ პოლიციასთან ეხა დაპირისპირებაში რომ შევიდეთ, წავაგებთ, მაგრამ იმას თუ გავაკეთებთ, რომ დავასანქცირებთ დამნაშავე პოლიციელებს, მეორე დაფიქრდება ჩვენი ამოცანა არის, რომ რეჟიმის რიგებში, მათ შორის რეჟიმის ხიშტებშიც ერთგვარი დაუმორჩილებლობა გამოვიწვიოთ. არა იმიტომ, რომ პროტესტზე გამოვარდა ეს ხალხი, არამედ იმიტომ, რომ თავისი ტყავის გამო ეშინია, თავისი ოჯახის გამო ეშინია, ევროპაში დასასვენებლად წასვლა უნდა, არ უნდა პრობლემების შექმნა, შვილი უნდა სასწავლებლად გაუშვას. ანუ ეს პროცესია და ეს სადღაც ხო უნდა
იგეგმებოდეს, სადღაც ხო უნდა თანხმდებოდეს, ანუ ჩვენით ამას ისედაც ვაკეთებთ. შეიძლება ყველა პარტია თავისთვის რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ თუ ერთი მიმართულება გვაქვს და ამ შემთხვევაში ყველა პარტია თანხმდებით პროტესტის აი ამ ორ ამოცანაზე, რატო არ უნდა გავაერთიანოთ ამ მიმართულებით ძალისხმევა, სადაც აკუმულირება შეიძლება მოხდეს და კონსოლიდაცია და გაცილებით უფრო ძლიერი გამოჩნდეს, ხო? ძალიან ხო არ გაიწელა თავისთავად აი ამ ფორმატის ოპერატიულად მუშაობის შესაძლებლობის გამოვლენა. გვიან ვიდრე უფრო გვიან, თორე ჩემი აზრით 13 წელი გაიწელა ქვემოდან ზემოთ პარტიების, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების შექმნა საქართველოში 13 წელი. ამ დაპირისპირებაში ხო რესურსების ბრძოლაც არის. ხალხი რომელიც გამოდის ყოველ დღე, იღებს უზარმაზარ ჯარიმებს, ებრძვის ამ ჯარიმებს, უწევს სასამართლოებში სიარული, სამსახურიდან ითხოვენ და ასე შემდეგ. ამ მიმართულებითაც აი ზრუნვის ჯგუფებზე არის საუბარი ზუსტად რომ ჩვენ ამ დროსაც მნიშვნელობა აქვს და დინამიკა. ხო და აი დროს 31 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მე ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაზე დაშენდა ჩვენი ქვეყნის აი ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მაგრამ მოლოდინი ამ აქციასთან მიმართებაშიც მაინც ცოტა ბუნდოვანია რა გაგებით, რომ ერთია რომ საერთო ეროვნული ნების გამოვლინება იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ტაქტიკური ბრძოლის ნაწილი თუ არა, ეს ჯერ კიდე ხალხს ვერ გაუგია. ვერ გავიგე რაზე ვსაუბრობთ, ანუ საუბარი არის პროტესტზე. ამ პროტესტის განმავლობაში არსებობდა 25 თებერვალი განსაკუთრებული დღე, არსებობს 31 მარტი განსაკუთრებული დღე. რომელიც განსაკუთრებულ პრობლემებს რეჟიმს, რომ ამ ფუნქციონირებდა და დანიშნოს არჩევნები. გიორგი, ჩვენ უნდა ჩვენი შესაძლებლობები შევაფასოთ რეალისტურად. პოლიტიკურ სპექტრს არ გამოგვიწევია ის პროტესტი, რამაც პრობლემები შეუქმნა რეჟიმს. ის პროტესტი გამოიწვია რეჟიმმა. 25 ნოემბრამდე, როცა პოლიტიკური სპექტრი ცდილობდა პროტესტის გამოწვევას, იყო კომიკური მდგომარეობაში მთელი პოლიტიკური სპექტრი, იმიტომ რომ თავისი ამორჩევლის 800.000-მდე რო ხმა აიღეს, 1%-ის მობილიზაცია ვერ შეძლეს ქუჩაში. საერთოდ რაზეა საუბარი? პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა შექმნას პოლიტიკური პროცესი. აქცია 31 მარტია სიმბოლური დღეა, ქართველების უპრეცედენტო ერთიანობის დღეა, 98%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი, მაშინ ეროვნულ დამოუკიდებლობას ვართ სიტუაციაში, როდესაც სუვერენიტეტს შეუქმნა საფრთხე 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, იმიტომ რომ ჩვენი სუვერენიტეტი მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციით გადარჩება და მთლიანად დაგვაშორა და პრეზიდენტს უნდა თავისი პროექტის დაანონსება და ამიტომ 31 მარტი დაასახელა ამ ყველაფრით, ამათ სადაც უნდა რომ თავისი პოლიტიკური პროექტი, რაც პარტიებთან კოორდინაციით, სამოქალაქო სპექტრთან კოორდინაციით, ამასთან დაკავშირებით, ამას გარდა შევთანხმდით იმაზე, რა პირობებში შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. ამას დაანონსებს და შემდეგ ჩვენ რატო ვაწესებთ ამ რაღაც დედლაინებს, როცა რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს. ეს არის პროცესი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რაც შეეხება შენ ახსენე პროტესტის ამოცანები, ანუ პროტესტის მონაწილეები ვერ ითმენენ. დღიდან პროტესტის დაწყებისა ჩვენ ფედერალისტები ავამუშავეთ ცხელი ხაზი. 100-ზე მეტ პროტესტის მონაწილეს მოვემსახურეთ თავიდან ბოლომდე იურიდიულად, ახლაც 5,000 ლარიანი ჯარიმები რო ედება, ჩვენი hotline-ი, ჩვენი ცხელი ხაზი მოხალისე იურისტებთან და მოხალისე ოპერატორებთან ერთად გაუჩერებლად მუშაობს და ასაჩივრებს ამ 5,000 ლარიან ჯარიმებს და ჯერ პასუხებიც კი არ მოგვსვლია იმდენი საჩივარი არის შეტანილი. ეხლა ჩვენ ამას ვაკეთებთ. ამის გარდა არსებობდა სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ადგილზე მუშაობდა მაშინ, როდესაც გვარბევდნენ. ამის გარდა იყო პროპაგანდის წინააღმდეგ, ანუ ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებდით. სხვადასხვა პარტია ამას აკეთებდა. ქონდათ რაღაცა hotline-ები, ხო? თუ კი შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაერთიანოთ და მე რო იმ მომენტში ადვოკატი შეიძლება არ მყავს, ვიღა რომელიღაც სხვა პარტიას კონდეს ან ლელოს კონდეს და ეს დავაორგანიზოთ. ეს რატო არის ცუდი? მაგალითად, პირიქით ამის მოლოდინი აქვს ხალხს. შეიძლება ფორმა რო დავუშვათ, არ ხდება რაღაც ერთობლივი განცხადებების კეთება, ერთობლივად ამ პრეზენტაციები. თუმცა საგარეოსთან დაკავშირებით იყოს ეს. პრობლემა იცი რაში არის? ანუ ვიღაცა ლიდერების ერთად დადგომის პრობლემაც არის. პრობლემა იცი რაში არის? ისპინება ესე, იმიტომ რომ რეალურად ჩვენთან ტელემედია ქმნის დღის წესრიგს, ტელემედია მესვეურებს რაღაცა წარმოუდგენიათ ეს ოპოზიციური ერთობა, რომ ერთიან სიად, ერთიან რაღაცა პარტიად ეს ყველაფერი ან ერთიან რაღაც კოალიციად და მე ისე ისპინება და გაუგებარი რჩება რა არის ამოცანა და ეს რეალურად კარგი პროექტია, რაც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო. რაზეც ეხლა თქვენ საუბრობთ ამაზე იმ მაგის გარშემო, მე ვიცი რომ შეთანხმება მიღწეული იყო. ხო შეიძლება მაგალითად რომ ამ პარტიების პირველი პირები
ამ შეთანხმებული ვარიანტის განაცხადის დროს ერთად ჩანდნენ მაგალითად. რომ აი ეს განცდა რომ ერთმანეთს ვერ ელაპარაკებიან და ლიდერები ერთმანეთთან საერთო ენას საერთოდ ვერ ნახულობენ. ელაპარაკებით ერთმანეთს, მე რამე family photo გადავიღოთ, ოჯახური ფოტო გადავიღოთ, მე არ მაქვს ამის საწინააღმდეგო, მაგრამ შედვართ იქ საუბრობთ. მაშინ სხვაგვარად ასვა ასეთ შეკითხვას. ანუ ვერ ვხვდები რატო უნდა გადავიღოს სურათები იმასთან, რა ქვია, თინა ბოკუჩავასთან იმისთვის, რომ დაიჯერონ, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ პროტესტის, ანუ იმისთვის, რომ დაიჯერონ, რომ ბალტიისპირეთმა დაასანქცირა უფლებადამრღვევი პოლიციელები. ანუ ამ ხალხს სჭირდება საქმე. ამ ხალხს სჭირდება საქმე. ეს ტყუილი იმეჯები, პოლიტიკოსების ფოტოები, სელფები, ეს ყველაფერი არის სიყალბე. სალომეს მე ყოველ შემთხვევაში და ფედერალისტებს მოლოდინი სალომე ზურაბიშვილის აი ამ კოორდინაციიდან გვაქვს რომ ჩვენ გავაკეთებთ საქმეს. საქმეს გავაკეთებთ პროტესტის მონაწილეებისთვის, საქმეს გავაკეთებთ ცვლილებების მიღწევისთვის, უკეთესად შევძლებთ დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციას. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს რასაკვირველია, მე მირჩევნია რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყოს ამისთვის საჭირო, რომ არსებობდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც თვითონ მუშაობენ თავის ამორჩეველთან და ყველა თავის ამორჩევლის გალვანიზაციას ახდენენ და მაგრამ დღეს გვაქვს ესეთი სიტუაცია, როდესაც არავის არ აქვს ისეთი მანდატი, რაც აქვს აი ერთ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი. ანუ ეს განპირობებული ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვათ და შეძლებთ ამ აზრის განვითარებასაც. თქვენ თქვით ასეთი რაღაცა, რომ ყოველთვის, როდესაც მასშტაბური საპროტესტო რეაქცია მოყვა, ეს იყო არა იმ პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული ან ინიცირებული, არამედ ხელისუფლების რეჟიმის ნაბიჯები. რა შეიძლება იყოს ის ანუ რეჟიმის მხრიდან რა შეიძლება მოხდეს, არა გადაწყვეტილება მიიღოს, არა როგორ უნდა მოიქცეს, რომ კვლავ ესეთი მასობრივი გალვანიზება მოხდეს, გააქტიურება მოხდეს. აზრი არ აქვს არანაირ მასობრივ. რომელიც შეიძლება რაღაც შედეგამდე მივიდეს. რას გულისხმობ, რომ დაინიშნოს და შესრულდეს ის მოთხოვნები, რის გამოც ეს წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს. პატიმრების გათავისუფლება და რეჟიმის ცვლილებისთვის ახალი არჩევნები ჩანიშნა. გავიგე, მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ უნდა გააკეთოს რეჟიმმა და რაც რამდენი ხალხიც არ უნდა გამოვიდეს, ეს ყველაფერი არ გარდაიქმნება ცვლილებებად, თუ ალტერნატივა არ გაიმართა და ალტერნატივამ არ აჩვენა, მაგალითად, რომ შეუძლია იმ თემებზე შეთანხმება, რაც აწუხებს არა მას, რომ აი მე რაღაცა ფოტო გადავიღე შენთან ერთად და ალიანსი გავაკეთე და შენთან ერთად უკეთ შევძვრები პარლამენტში, იმიტომ რომ ჩემი პარტია გაპარტახდა და ეხლა თუ მთავარი ოპოზიციური ძალა არა ვარ, ისე რესურსი არა მაქვს, რომ ხმები დავამობილიზო, ხო? ანუ ამაზე კი არა, რაც აწუხებს ხალხს. ანუ სალომე ზურაბიშვილის კოორდინაციის ამოცანა არის ჩემი და ჩვენი გაგებით, როგორც ჩვენ გვესმის, დინამიკის ამოყირავება და პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის, ამომრჩევლის ინტერესების სამსახურში ჩაყენება. ერთიანობაც ამოდის აქედან, ანუ ერთიანობა ამოდის პროტესტის მოთხოვნიდან, ხელახალი არჩევნების მოთხოვნიდან და პოლიტიკური პარტიების გათავისუფლების მოთხოვნიდან გამომდინარე, ხო? შესაბამისად ეს შეიძლება იყოს მყარი. ანუ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ პედალირება უთანხმოებების. ანუ ჩვენ გვჭირდება, რომ სადაც თანხმობის წერტილები გვაქვს, იქ გავაერთიანოთ ძალისხმევა და ერთი მიმართულებით მივაწვეთ და სადაც უთანხმოებები გვაქვს, ის უკვე მრავალპარტიული, კონკურენტული თავისუფალ არჩევნებს რომ მივიღებთ, აი აქ გამოვხატოთ ეს უთანხმოებები და შევეცადოთ, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ამორჩეველი, ხო? მაგრამ ის რომ ჩვენ ერთად მუშაობა შეგვიძლია, ეს დაამშვიდებს ნამდვილად ამორჩეველს იმ მხრივ, რომ ესენი კოალიციაში კი არ მოსწონთ ერთმანეთი, კი არ ეთანხმებიან ერთმანეთს. უამრავი განსხვავება აქვთ, მაგრამ როცა ეროვნულ ინტერესებს შეეხება საქმე, როცა ეროვნულ სუვერენიტეტს შეეხება საქმე, პოლიტიკურ აქტორებს შეუძლიათ უთანხმოებების გვერდზე გადადება და აი ამ კონკრეტული ამოცანისთვის, რანზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ, აი ამ კონკრეტული ამოცანებისთვის ძალისხმევის გაერთიანება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, რომ თუ პროტესტი გაგრძელდება, თუ დასავლეთისგან იზოლაცია გაგრძელდება და თუ ჩვენ შევძელით, თუნდაც მინიმალისტურად იმისი ჩვენება ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ გავიაზრეთ რა გვეშლებოდა აქამდე, რომ ხალხი საერთოდ გაწეული იყო პროცესიდან, ხალხის ინტერესებიდან. დღეს ჩვენ მათ ანგარიშს ვაბარებთ და ვემსახურებით მათ ინტერესებს და რეალურად ვცდილობთ მათ გაძლიერებას და პროცესში შემოყვანას. მე მგონია, რომ ძალიან მარტივად გადატეხვადი არის ვითარება. ერთადერთი რაც აკლია არის მეტნაკლებად ცივილიზებული პროცესი, ალტერნატიული პროცესი, იმის ილუზია არ მაქვს, რომ რაღაცა განსაკუთრებული პარტიები დაიბადებიან, მაგრამ თავისთავად ჯანსაღი სისტემური პროცესი თუ წავიდა
წავიდა ყოველგვარი ახლა თავს რო ესხმიან ახლა ნაცები ამ პროცესს ერთიან სიას ითხოვდა ეგ ხალხი მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან ეს ხალხი ნაციონალური მოძრაობა ამითი გამოჩნდა რომ რეალურად მათ არანაირი ერთიანობა არ აინტერესებთ მათ რეალურად აინტერესებთ რომ პოლარიზაციაში დარჩეს ეს ქვეყანა და ბიძინა როცა ჩამოიშლება და როცა იქნება თავისთვის მათ გარდა არავინ არ იყოს ამას ცდილობენ მთელი ეს დროა თორე რატო უნდა იყო წინააღმდეგი როცა ერთიან სიას ითხოვ იმ ქალთან ერთად ვისაც დღეს ეძახი რომ იცი რა არის მე მას პრეზიდენტად არ მივიჩნევ დარჩიოს შენობიდან არ გამოხვიდეო ეს ხალხი ეუბნებოდა სალომე ზურაბიშვილს და თუ არ მიიჩნევენ არაფრად შენობაში დარჩენას რატო თხოვდნენ ანუ კრიმინალი გახდიო მაგას თხოვდნენ ანუ ხვდებით რას ვიძახი ესეთი რაღაცა ანუ ძალიან თანმიმდევრული პროცესია ნახოთ. ყველასთვის გამჭირვალეა რას ეხება. რატო არის პრობლემა აი ესეთ მარტივ საკითხებზე პროტესტის ორი მოთხოვნა და როგორ ტარდება არჩევნები თანამშრომლობა და რა შეჭირდება ამას წიხლების ქნება. Ну, იმედი მაქვს რომ არ იქნება პრობლემა, თუმცა ამ ეტაპისთვის აღშკარად პრობლემა არის. არ ვიცი რამდენად არის პრობლემა, იმიტომ რომ ეს პროცესი, ამ პროცესზე დაკვეთა არსებობს. ეს პროცესი ისედაც წავა და მიწოდებას გააკეთებს. ახლა ვისაც უნდა იქნება ამ პროცესის ნაწილი, ვინც არა და არ ვიცი, მე არ უპასუხებს დაკვეთას, ხალხის დაკვეთას, რომ მოდი შენ ჩადექი ჩემ ინტერესში და გაითვალისწინე ჩემი ინტერესები ნაცვლად იმისა რაღაცა ვიღაც ბელადების ახირებების გათვალისწინებისა. მადლობა